საბა იუმორისტია, უყვარს წერა და პოლიტიკური ток-შოუები. ნაინო უკვე შემდგარი პოდკასტერია, უყვარს ლაპარაკი და მსოფლიო პოპკულტურა. ნაინო და საბა ამ ტრანზიტულ ეპიზოდებში უზიარებენ ერთმანეთს აღმოჩენებს და დაკვირვებებს და ცდილობენ გაგვართონ. კარგად არის ყველაფერი. და ყველაფერი კარგად არის. კი ბატონო. ცოტა თვალში მანათებს ეს, მაგრამ არა უშავს. ეს რა ქვია? ახალ ნაბანავები ვარ. ოთიშის მოხდით, მაგრამ სხვა დრო ვერ გამოვნახეთ. ძალიან დაკავებული პიროვნებები გახლავართ. ამიტომ წარმოიდგინეთ, რომ აეროპორტის იმაში ვარ, რა ქვია, ისინი რო არის დასაძინებელი ლაუნჯები. ამიტომ მანდ ვართ. ხო და როგორ ხარ საბა? რა ხდება ცხოვრებაში? რავი, კარგად ვარ, ნორმალურად. ნუ იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც ამ ბოლო დღეებში ხდება საქართველოში, ინფორმაციულ სივრცეებში, მაგას გულისხმობ, რა თქმა უნდა. და ისე რავი, ნორმალურად რა. ვითომ ეგარ არის? ჩამოვყალიბდი ეხა რომ მაგაზე ვისაუბროთ თუ რაღაცა სხვა თემა წავიღოთ ვაფშე. მე მგონი რომ ვერაფერს სახალისოს ვერ ვიტყვით იმასთან დაკავშირებით რომ მე პირადადაც გაზით გუდავდნენ და სავარაუდოდ ციანიდით. ამიტომ არ ვიცი. ანუ ხუმრობთ მოიტანს, მაგრამ მთლიანად მაგაზე რომ ვილაპარაკოთ, მე მგონი ისედაც საკმარისი არის. მაგრამ თუ ვინმე არ იცის რატომღაც არ ვიცი, მაინც გავაჟღეროთ ეს სიახლე, რომ BBC-ს დოკუმენტური გამოვიდა, გამოძიება, რომელმაც დაადგინა, რომ ჭაულში იყო გარეული ნივთიერება რაღაცა კოდის ქვეშ, კონკრეტულად რა ნივთიერება ასე ნათქვამი არ არის რაღაცა ვარაუდები გამოთქმული, თუმცა კოდი ნამდვილად დადასტურებულია, რომლის ქვეშაც ყოფილი ნივთიერება იყო გარეული და კარგი არაფერი არ არის. ამიტომ და რეტროსპექტივაში ახლა ხვდები რატომ გავიგუდეთ კინაღამ ყველანი როცა მე ანუ თან მახსოვს ზუსტად ეგ დღე როცა ზემოდან ანუ დიდი საწვიმარი მეცვა ერთიანი და გადმომეპკურა ზემოდან ეს ისა და ეგრევე სუნთქვის შეკვრის და აი ამ მე ანუ იმიტომ რომ ციცაკის სპრეი მეგონა რა და როგორც ჩანს ციცაკის სპრეი არ იყო და რაღაცა სხვა იყო. ხო და ამიტომ არ ვიცი ამაზე სახალისო რა უნდა ვთქვათ, არ ვიცი. დაველოდოთ გამოძიებას, როგორც კოცები ეტყვია. აუცილებლად და იმას რა ქვია BBC-ს როდის უჩვილებენ. ხო. მაგას ველოდები უფრო მეტად. მაგას უფრო მეტად ველოდები. ხო და ჩემ ტელეფონი იტენება, ამიტომ თან არ მაქვს, მაგრამ სანამ რამე თემაზე გადავიდოდეთ, წინა ეპიზოდის გამოხმაურება უნდა გავაჟღერო, რომ მითხრეს, რომ და მერე მეც გამახსენდა, რომ არის საქართველოში ადიქტების წრე, ალბათ უფრო ესე არის, იმიტომ რომ მოკლედ ანონიმურობა მგონია, რომ საქართველოში ისევ და ისევ არ იქნება ისეთი ანონიმური, როგორც რავი, ამერიკაში სხვა შტატში წახვიდოდი და ვიღაც საერთოდ არ გიცნობენ. მაგრამ სადღაც 10 წელიაო არის ეს ადიქტების ჯგუფი, წრე, რომლებიც ესე იკრებებიან და ერთმანეთს ეხმარებიან და მერე მეც გამახსენდა, რომ ერთ ადამიანს ვიცნობდი კიდეც, ძაღლს ვასეირნებდით ერთად და ძალიან ღიად ლაპარაკობდა ამ თავის ყოფილ ანუ ანონიმურობას არ იცავდა. ხო. ნუ თავის ჩამონათვალი არ გავაკეთებ, ეგ კიდე ვინ იყო, მაგრამ ნუ ანუ აი ამბობდა, რომ აი დღეს იქ ვიყავი რაღაც, ანუ რაღაც ჩვეულებრივ საუბარში. თან გაგიკვირდება და ძაღლების სეირნობისას ძალიან ბევრ ინტიმურს კი არა, მაგრამ ბევრ ინფორმაციას იგებ ადამიანებს რა. და ოღონდ თან სახელებს შეიძლება არც იცოდე. აი ძალიან ბევრი ადამიანი ეხა რომ ძაღლი მახსოვს, სახეზე მახსოვს, მაგრამ სახელი არავის არ ვიცი. მაგრამ ეს არის და ყველა რაღაც უბანსაც კი არა, მაგრამ აი იმას რა რაღაც პატარა რა ქვია მაგას არ ვიცი, უბანი უფრო დიდი ცნება.
ეზოსაც სამეზობლოს გამახსენდა. ყველა სამეზობლოს თავისი ის აქვს პატარა კომუნა ამ ძაღლიანი ხალხის და რამდენიმეში ვიყავი. ესე იგი პირველად როცა ერთი ძაღლი მყავდა და მერე ორი და თბილისში იყვნენ ორიო. ისი რა ქვია, იპოდრომის ძაღლების საზოგადოებაში ვიყავი. გაწევრიანებული და ძალიან საინტერესო იყო მთელი რაღაცნაირი დრამები იქაც ხდებოდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სადაც ადამიანები არიან, ყველგან დრამა. მე კიდე აქ წითელ ბაღში ბლაცკი პარკს რომ ვეძახით. ახლობლობაში. სადაც ბავშვებს ასეირნებენ ადამიანები და ბლაცკი. მაგრამ ჩვენ დროს სხვა ხალხი შეერნებდა. მანდაც არის, იმიტომ რომ ძაღლების შემოღობილი პატარა სათამაშო მოედანი და მე კიდე მზიურის ძაღლთა საზოგადოებაში, რომელშიც ბოლო პერიოდში რა დროსაც მე ვასეირნებდი, ანუ 99% სულ რუსულენოვანი საზოგადოება იყო და მაგათ იმაშიც ვარ ჯგუფში გაწევრიანებული, რომელსაც ქვია "А вы когда какаете в Тбилиси?" აი ესეთი ამბავი. გასაგებია. ოკეი, მშვენიერი ის იყო, რა ქვია. შესავალი კი. ხო და მაშინ რახან ცხოველებზე მე სხვა თემა მქონდა არჩეული, ოღონდ ისეთ პონჩი მინდოდა რაღაცა შევამეგდო, მაგრამ მაგი მე გადავდო ცოტა უფრო ლაითი ის რო იქნება, რა ქვია. ხასიათი და რახან ცხოველებზე. მე გადასარევ განწყობაზე ვარ თუ რამე, ანუ კაი, მაშინ თუ გინდა ესკაპიზმი შევთავაზოთ იმათ, რა ქვია. კი, მე მაგას ვაწობი, ანუ მთელი, იმიტომ რომ ეხა იმის რა ქვია, კვლევის ანალიზის პოდკასტიდან გაკეთება არ მინდა. ოკეი, კაი, მაშინ ეგეთი იდეა მქონდა, რომელიც მინდოდა რომ იმპროვიზირებულად შემომეთავაზებინა შენთვის, რომ დაგვეწერა, ან შეგვექმნა, ესე იგი, ფილმის პლოტი რა, კომედიური ფილმის პლოტი და ამის ინსპირაცია გახდა Netflix-ის ისა პოდკასტი. არ ვიცი ეგ ხო, არ თქვი და მე მეც ვიტყვი თემას, ანუ თემა თვითონ რა, ანუ შინაარსის. ანუ პრემისი საიდან ავიღე, არის ის, რომ მოკლედ Instagram-ზე, ხო, სათაური ამისი ფილმის არის ბოზი მეიყვანე. და არის იმაზე, რომ ინსპირაცია პირველი იყო ეგეთი, რომ თუ გახსოვთ, ეგეთი ვაირალ ვიდეო იყო თავის დროზე, რომ мама ეჭუება თავის შვილს, რომ მეიყვანე ცოლი და თუ გინდა ბოზი მეიყვანეო და ეს ეუბნება საიდან მოიყვანაო და მოკლედ მთელი ეს დინამიკა იყო ამ თემასთან დაკავშირებით და რომკომი მინდა მაგ თემაზე. რომკომი მინდა ამ თემაზე გავაკეთო და მაქვს ეს გამახსენდა რატო, მოკლედ Instagram-ზე ვაფოლოებ გოგოს რომელიც არის ბოზი. რომელიც არის ბოზი. სერტიფიცირებული ბოზია. და რაშია საქმე? ანუ არის ერთ-ერთი ლეგალური საროსკიპოს დირექტორი არის ეს გოგო რა, რომელიც აკეთებს PhD-ს ბიზნეს ადმინისტრირებაში. ბოზობაში. კონტენტი აქვს მაგაზე რა, ანუ ბიზნესი და საროსკიპო და იქ რაღაც მთელი ეგ თემები. ხო და რაღაც მომენტში ვფიქრობდი ეხა რა, რომ ანუ აი მაგალითად წარმატებული ქალია ეხა ეს და შესაბამისად, ანუ აი ეს კაცი რო ეუნება თავის შვილს რა, რომ ბოზი მეიყვანეო. თუნდაც ანუ აი მაგ თემაშიც ძალიან გაუჭირდებოდა ამ ბიჭს, რომ წარმატებული ბოზი მოეყვანასო. ხო, ეხა PhD რომ მაგ დაცული, ვიღაცა ბოზი მეიყვანე, ხელწამოსაკრავი ბოზი აღარ ხარ. კი ბატონო, ხო და მაგაზე ვიფიქრე, რომ ძალიან კარგი ფილმი გამოვიდოდა რა, რომ როგორ ჩადის ეს ქუთაისელი ბიჭი ამსტერდამში
და იქ ხდება ამ გოგოს რა. ხო, რას ფიქრობ ამ თემაზე? ეხა ერთი ის მინდოდა რა ქვია, მაინც რაღაც ის ბოლო დროს ის არის რაღაცები მავიწყდება და ვერ ხვდები რა ხდება, ანუ სიანიდის ბრალია თუ არა. მაგრამ აი რაღაც თქვა მინდა და ანუ ადრეს ვჭირდა ხოლმე, მაგრამ ეხა უფრო ხშირად მემართება და ვერ ხვდები. საიდან არის ეს? ანუ რაღაცა ადრეული დემენციის ნიშნებია? I don't know. Something to explore. არა და ეხლა ჩავიტარე გამოკვლევები და რა ვიცი, იდეაში ჯამთელი ადამიანი ვარ მგონი. ხო და რა და იმაზე ვფიქრობდი, რომ ეს ხო არის რომ ბოზობიდან PhD-მდე და ნეტ არის PhD-იანი ბოზე, ანუ PhD დაცული და მე რომ ხელი ჩაიქნია და გაბოზდა. კი ბატონო არის, ოღონდ ნუ გააჩნია ხა ბოზობასაც დავარქნივთ, ანუ ამ შემთხვევაში მაგალითად კოვიდის დროს იყო ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც გააკეთა ეგრეთ წოდებული OnlyFans. ხო. და ბევრი ადამიანი აკეთებდა ფულს მან და შესაბამისად შეიძლება ჩავთვალოთ, რომ რაღაც მომენტში დიჯიტალ ბოზობა არის რა ალბათ. მე იცი რა აღმოაჩინა მაგას უნდა, მაგრამ რაღაც ერთ-ერთი მის დროს ვნახე TikTok-ზე რო არის წყვილი ძალიან მაღალი ბიჭი და პატარა ჟღალი გოგო. ძალიან მაგრა რო გიხსენ. მოგეთ TikTok-ზე არის წყვილი ძალიან ისეთი პატარა პიცით გოგო არის და ძალიან მაღალი ქმარი ყავს და ძალიან საყვარელი ქმარია თუ boyfriend, ну მოკლედ წყვილი. ხო და ძალიან საყვარლები არიან. ეს ბიჭი რაღაცა cooking-ობს და საჭმელებს უკეთებს ხოლმე ამ გოგოს და ერთად ჭამენ და ძალიან ისეთი couple არის. ეს გოგო გაღმერთებული ყავს ამ ბიჭს, ოღონდ ძალიან ან ისე კი არა რომ ან პატრიარქატი, ან მატრიარქატი, ანუ ძალიან თანაბრად ემოციურად involved წყვილი არიან და ეს არის რა ქვია. ხო და ამ გოგო ძალიან დიდი followership-ი ყავს TikTok-ზე, იმიტომ რომ ნუ ვიზუალურადაც ესეთი მიმზიდველია და მე მგონი გაქაჩა ამ ბიჭის cooking TikTok-ი რა. და ეს ბიჭი ძალიან რაღაცნაირი საყვარელია და რაღაცის სპექტრზე უეჭველი არის, იმიტომ რომ ბევრი უწერთ კომენტარებში, რომ ორივე რაღაცნა და სპექტრიანი ხალხი უწერს, რომ რაღაცნაირად მოკლედ ძალიან მათთან relatable არიან რაღაცნაირად, ხო და იმის გამო რომ რაღაც სპეციფიური ტიპაჟი არის ამ საჭმლის ვიდეოს რო იღებს, მე მაგაზე ისინია პაროდიები გააკეთეს, რომ ეს ბიჭი რომ საჭმელს უმზადებს და რაღაცნაირად იყურება ხოლმე რა კამერაში ძალიან მართლა ფსიქოპატური სიმშვიდით. და მეორე მხარეს თიჩები არის გაკეთებული ხელებში და გადახვეული შეკრული ტიპის და მადლობა და რაღაცას იძახის და მოკლედ მაგაზე აღდავებიან ხოლმე, მაგრამ სადაც შორს წავედი. მაგრამ ვინმემ თუ იცით ეს წყვილი, შეგიძლიათ დაგვიკომენტაროთ თქვენი აზრი ასევე. ხო და ერთ-ერთ ვიდეოდან გავიგე, რომ ამ გოგოს სავარაუდოდ კი არა და OnlyFans აქვს, იმიტომ რომ ვიღაცამ დაუკომენტარა, რომ შენო ის არა ხარო, რო და ვოჟი რო ხარო, დაახლოებით რაღაცა ეგეთი მე მგონი და ანუ ამ გოგოს ამ ბიჭის ოჯახმაც იცის ეს გოგო ზუსტად ეგრე განათლებული რაღაცა, არ ვიცი რაღაცა ისინი აქვს და აქვს ეს spicy webguard-ი, რომელთაც გადასარევ სავარაუდოდ თანხასაც აკეთებს და სულ მაფიქრებს ხოლმე ეგ რომ ანუ მარტივი რო იყოს, აი მინიმუმ ფეხების ისა რა ქვია, აი ფეხების OnlyFans-ის გაკეთებას ანუ რა უნდა იმ პონჩი რომ ანუ who fucking cares რა შენ ფეხებზე ხა ვინ რას აკეთებს თუ მაინდა-მაინც ვიზუალურად ის არ გინდა სხეულის ჩვენება და სახის და ასე შემდეგ ხო და აი ფეხების ფუთფათში ბევრი ადამიანს აქვს და ძალიან commodity არის უბრალოდ მე მგონი აი ძალიან საჩალიჩოა რა აი ძალიან მეზარება ხოლმე ანუ ისეთი არის აი მართლა მარტივი რო იყოს ბაზარი არა ისი რა არის შენ ხა მასტერს აკეთებ და აი PhD-ს რო გააკეთებ ხო მე გავბოზდები ბარემ კი ის იქნება ხო და ის არის მოიცა კიდე რაღაცა უნდა მეთქვა TikTok ბოზებზე გამახსენდა. TikTok-ზე მეც მხდება ხოლმე პერიოდულად ალგორითმი მიგდებს. ანუ
ვიღაცები იყვნენ მე მგონი სტრიპერები, მაგრამ ეგ სხვა კატეგორია, მაგრამ პირდაპირ ისინი სექს მუშაკებს, რომლებიც რაღაცა კამერის წინ ფულს რო ითვლიან ხოლმე და რას როგორ აკეთებენ და რაღაცებზე იმაშებიან რა ყვებიან თავის ანუ ალგორითმის ხედავს ჯიში პოტენციალს. აშკარად რაღაცა ნიშნები არის და უარ უნდა მივყვე. ხო და შენ ფილმზე რასაც იძახდი, რამდენი რაღაცა რომ მკითხო მავიწყდება. იმას Netflix აქვს ჯიმი კართან გაკეთებული პატარა პოდკასტი ისეთი რა, რაღაცა ისეთი არ არის. ძალიან to the point არის, მოკლე ეპიზოდებია და კომიკოსებს პატიჟებს ხოლმე სტუმრად და ესენი უფიჩავენ Netflix-ისთვის ფილმს. და ეს რაღაცა ეუბნება, რომ აი Netflix-ზე გვაქვს რაღაცა 5000 ჟანრი და რომელია და რაღაცა ჰორორ, რომანტიკული ჰორორი ან რაღაცა და მე ესენი ფლოტს ყვებიან და მეგონა რომ აქედან დაინსპირირდი და თურმე თლაბოზებისგან არ მიგიღია ინსპირაცია. Yes. ხო და კი, კარგი ვის არის, კაი ფლოტი არის იმისთვის. თან აი პირდაპირ ქართულ ვარიანტში, ხო, აი ცოტა ისა კი, პირდაპირ ქართულ ვარიანტში და რაღაც საუნდტრეკების რაღაცები ხა ცალად იმპროვიზაციას ვერ შემოგთავაზებ იმ ხრივ, იმიტომ რომ რაღაცა plot point-ებზე მე ფიქრებოდა. ხო და რაღაც ქართული საუნდტრეკებიც მივაბი რაღაც მომენტებს და ანუ ძალიან ისეთი ქართული რომკომი უნდა იყოს. და თან ისეთი ის არის, რომ აი მაგალითად პირველი აქტი იქნება ეგეთი, რომ ეს ბიჭი მამამისი ეჭვება სექსუალური არა, პროსტა აქტი. არა, ფილმის აქტი. ხო, ფილმის აქტი. მამამისი ეჭვება რომ ეს პირველი აქტი იქნება დოგის თაილი და მე ეს ეთქვის რომ თვალებში შემომხედეო. იმაში გვინდობს რომ მან შეყვარდებათ ერთმანეთი. არა. ამ შემთხვევაში თან ყველაზე თავარი ეგ არის, ანუ აი მაშინ კარგი პოინტი თქვი ხა შენ რომ აქტი ამ ფილმში საერთოდ არ იქნება ნაჩვენები, არანაირი, იქნება ძალიან family friendly. თუ თქვენი family არიან ბოზები. ხო. რომანტიკული კომედია და ნუ თან რაღაცა სოციალური მესიჯიც იქნება ის, იმიტომ რომ აი მაგალითად როგორც აღვიჟე პირველ აქტში რეინტეგრაცია საზოგადოებაში. არა მარტო ეკონომიკაც. ანუ აქ ეს ყველაფერი იწყება ეკონომიკური სიდუხჭირიდან, ანუ ეს мама რო უტრაკებს რომ ბოზი მეიყვანე, ოღონ ვიღაცა მეიყვანე, ეს თვითონ კაიო, წავალო მაშინო ცოტა ხანი ევროპაშიო, ემიგრაციაშიო. იქარიანო ბოზები. ჩავეფო არა, ფულს დავაგროვებ, ჩამოვალო მერე და ლამარას გოგოს მოვიყვანო. ან რაღაც არ ვიცი. და მოკლედ მიდის ეს ბიჭი რა, ამსტერდამში ჩავა, იმიტომ რომ თელი მაგისი საძმაკაცო არიან იქა. და რო ჩავა ამსტერდამში, ნუ ვერი შოვის სამსახურს და ეგრევე რაღაცაში დაიწყო. I will keep doing this. ანუ no shade to ბოზები. მოდი ეს disclaimer დავამატოთ, ვინაიდან ლიბერალიზმი რთულია. ისა არანაირი shade, რაღაცა მორალური, ანუ ჯერჯერობით ყველაზე ძველი პროფესია არის. თან ძალიან საჭირო არის და ჩანს ხოლმე, როდესაც ეს პროფესია არ არის ლეგალიზებული ან ხელმისაწვდომი ან ასე შემდეგ, რამდენად ძიმე ტვირთად აწვება მე ეს სექსუალურად დაუკმაყოფილებელი მამაკაცების საზოგადოებას. შესაბამისად ლეგალიზებული სადაც არის იქ PhD-საც აკეთებენ. კი, და შესაბამისად ყველანაირი პატივისცემა და ის რომ ხო, ანუ პროფესია მოკლედ რა ჩემს საქმე ბოლო პერიოდ ანუ რაღაცა უფრო პატარა რო ვიყავი უფრო კრიტიკული რა მაგრამ ნუ აი ხო ვერ ხვდები რაღაცაებს და ეხლა საერთოდ არ მაქვს მოკლედ ეს თან აუ ეხლა გამახსენდა რა არ დაგავიწყეს რა სყვებოდი ეხლა გამახსენდა რომ სკოლაში რო ვიყავი სიდუხჭირის ჟამს ერთი პერიოდი დედაჩემი სადღამსო მაღაზიაში მუშაობდა და იქ გვერდით აბირჟავდნენ ხოლმე ეს ისინი რა ქვია ეგ ხო თბილისის ყველა ქუჩაზე ისა მაგრამ ეს ხო ბოლო დროს აღარ მინახავს ისე სად არიან ხოლმე თან ის იყო რა ქვია
და ის იყო ხოლმე რო ჩაივლიდი ეგ თბილისის ყველა რო ჩაივლიდი ხოლმე მანქანები რო გიჩერებდნენ და ვიღაცა მომიყვა არ მახსოვს ვინ იყო ცოტა ხნის წინ რომ იმაზე პეკინზე ვიდექიო მე მოვარ ველოდებოდიო და ვიღაცა მომიჩერაო და მეკითხებაო დაკავებული ეგეთ ისტორია მეც ვიცი ვერ გავიგეო რას მეკითხებოდაო და იმედად ვერ წარმოვიდგინეო რომ მაგ პონჩი მეკითხებოდაო რაღაცას ვერ მივუტანიოდიო და ვეჭმევიო დაკარგულის რა მეტყობაო ვიღაცვალიო ცხოვრებას ის მაგრამ დაიბლა რომ ანუ დაკავებული არ არის რატომ მეჩხუბება და რაღაცა წავიდა მაშინ და გაუგრძელებია იქ. ხო და მან ორი ისტორია ორი რა აი ესეთი კურიოზი ხო და ბოლო პერიოდში აღარ შემხვედრია არ ვიცი ან შეიძლება მე თვითონ მანქანით რო დავდივარ და მომხმარებელი არ ვიცი მაგრამ ათი შეუნა წაუჩერო ხო მაგრამ ადრე მახსოვს იმაზე ყაზბეგზე ის რო არის ეხლა არის ინფექციური რეგა ხო ინფექციური წინ ეხლა რო რაღაც ავერსის კლინიკა თუ რაღაცა მან ძალიან და მაგ მონაკოჩი ხშირად მიწევდა სიარული იმიტომ რომ რაღაცებზე დავდიოდი მაგ მინდა მოვიშვა მაგ არეალში რადგან ცხოვრობ ხო და მან იყო ხოლმე კიდე ერთი ტოჩკა იყო სადაც ყრუმუნში ბოზები იყვნენ და ანუ ეგრე ერქვა რა ანუ იქ არიან ყრუმუნში ბოზები ძალიან ისეთი ნიშური DI ისა და ანუ ხშირად მახსოვს მე და ჩემი რომ მოვდიოდით ხოლმე რაღაც პეკეზე ცოტა გვიანა რაღაცა და მანქანები რო წაგიჩერებდნენ ხოლმე და რომ ესე და რაღაცნაირად რო გიყურებენ რა ესე მიბჯენილები რო იყვნენ ხოლმე ამაზე რომ კარგად გაერკვიათ რომ დაკარგული იყავით თუ დაკავებული ხო და ერთი ისტორია მეც ეგრეთ გამახსენდა ვიღაცა გალზე რომელიც სადღაც მუშაობდა ბუღალტრად და აღარ ვიცი ეგ პირველი ხელიდან არის მოყოლილი და მეორე ხელიდანაა ჩემამდე მოსული თუ ბევრი ხელიდან არის, მაგრამ მახსოვს რომ ნამდვილი ისტორიაა, რომ ეს ქალი სადღაც ცირკთან სადღაც აღმოჩნდა საღამოს და ვიღაცა მიუჩერა მანქანა და ისა რა ქვია ქალბატონი მუშაობთო და ამ ეს ქალიც ვერ მიხვდა და კიო და რამდენს გიხდიანო და რა ვიშვილო 500 ლარსოთ რაღაცა და 500 ლარის რა გაგშენი და ეს კაცი ძალიან შეშფოთებული იყო რომ ვერ მიხვდა რომ რატო აგინეს ანუ კითხა ადამიანმა ამან უპასუხა მუშაობო ხელფასი ძაგრი გაუმხილა არაფერი არ დაუწყია რაღაც თავის ბრანჭვა და იმან ვიღაცა მაგინა აი ესეთი ბოზები და აკვე მოდი მაშინ ვახსენოთ ლეგალიზაციაზე და იმაზე რომ ვლაპარაკობდით რომ იქ სადაც ლეგალიზებული არის და პროპკავშირები არის 500 ლარსაც უხდიან და 500 ევროსაც კი და დაზღვევაც აქვს ყველაფერი და უსაფრთხოება და მოკლედ ის არის რა ქვია ხო განაგრძე ხო და მოკლედ ესე იგი ფილმი რო განვაგრძელოთ მოკლედ ჩავა ეს ამსტერდამში და იქ მოაწყობენ რა ნუ ძალიან ის ვიღაცა რუსი ხალი არის სავარაუდოდ ეგრეთ დავარქვათ რომელიც იმებს იმაშება რა ქვია სამსახურებს უჩითავს ახალ ემიგრანტებს და დაასაქმებს მოკლედ ძალიან მწვენიაო და ბევრი არ მიდისო და ძალიან დიდი ხანი არისო ღია არისო ესაო ქალებსაც ვერ უშვებთო იმიტომ რომ ისაო რაღაცაო და ხوار წახვიდოდიო დაამხმარეთ ან დამლაგებლათო საროსკიპოშიო ესე ტყვის კარგად იხდიანო და ნუ აი ეს უკვე რაღაცა ისეთი უნდა იყოს რომ რაღაცა ან დამლაგებლები რო ხედავენ ხელფასის განსხვავებას მერე კარგავენ ეგეც ვარიანტია ბოზნები ხო და ნუ ოქრე დათანხმდება ეს ბიჭი იმიტომ რომ ნუ ვერ რაღაც შეიძლება რომ ვერ იშოვა იმიტომ რომ აღარ არის ისე სამსახურები როგორც ადრე იყო და როგორც იქნა რაღაცა გამოჩნდა და მიდის იქ და იწყებს მუშაობას ოღონდ ეს გოგო თავარი პერსონაჟი ვინც არის PhD-იანი ბოზი ჯერ არ ჩანს რა ეს მენეჯერი არის ამ საროსკიპოში და წასული არის ამერიკაში თან ეხლა კვალიფიკაციის ასამართლო გაცვლითი პროგრამა Flexita. Flexita is
young leadership. რა ქვია მაგას? არც ბოზობის ინგლისური ვარიანტი რა არის. ანუ აი ეგეთი literal ან ის კი არა პროფესიული. Whore. მაგრამ whore კიდე სხვანაირი, ანუ არა პროფესიული ბოზია უფრო რა. ანუ მაგ ადამიანს whore-ს არ უწოდებდი, იმიტომ რომ პროფესიული ბოზია. ხო, მართალი ხარ შენ. მოიცადე კი, აი ხე უცებავი ვარ. თავიდან არ მახსოვს იგ გავიხსენებ და გეტყვი. Sex რაღაცა. Worker. Sex worker, ისეთი პოლიტკორექტული ტერმინია. ხო. მაგრამ აი ესეთი გარდამავალი ჩვენ როგორც ვქო, აი ისეც რომ პუტანკა რა ინგლისურად არ ვიცი. პუტანკა whore. არა. მაგრამ აი ბოზი, ანუ იმიტომ რომ ბოზი ისეთია რა, derogatory არ არის იდეაში, ჩემი აზრით, იმიტომ რომ სხვა სიტყვა, ანუ როსკიპი. მაგრამ ეგეც ისეთია, ძალიან სულხან-საბაა, მაგრამ ბოზს თუ უწოდებ ფლატ slur არ არის, რასაც ქვია რა, ესეთი ეგრე ქვია რა. Prostitute არის, ეს რა ქვია, ოფიციალური ვერსია, sex worker-ი და აი ხო ეგ არის. აი ესეთი გარდამავალი არ. კი, თუ გაგახსენებათ კომენტარით. ხო. მაგრამ მეც არ მახსოვს. ხო. ხო და მოკლედ ეს ტიპი იწყებს აქ მუშაობას და ძალიან პატიოსანად მუშაობს თან რაღაცა ამაზე არის კონცენტრირებული იქ თან რაღაც მომენტში ისენი არის ბრძოლები რამე მონტაჟი გვინდა როგორ იცი რაღაც ცოტა სევდიან მუსიკაზე როგორ ბად ფლაგებს რო ეცხავს რაკოვინაში ნიჟარაში კოდში. და იმაში რა ქვია, ნაგვის ყუთებს რო ცლის, იქ რო ესენი პირბადეები უჭირავს და იქ რო მთელი ამბები ხდება. შთამომავლობა რო არის. და მანდ ერთი სცენა უნდა იყოს, რომ რეკავს იმაში, ან თავის საძმაკაცოსთან ერთად რო არის ბოლოს სამსახურის დროს, რო არ ამხელს რას ამბობს და იქ რაღაცას რო ამბობს რა, არა კაცო, მაგარი სამსახურია შეჩება, ყოველ დღე აძლევენ ან რაღაცა ეგეთებს ამბობს რა. ან პროფილაქტიკაში მუშაობს. ხო, სახში ეუნება რომ სადღაც ეგეთ პროფილაქტიკაში მუშაობს ან რაღაცა ეგეთ პონჩი, არა ბაზრებს, კაროჩე რა. იმასთან თან იქ რაღაცა კოლაჟით იასნია რომ რაღაცა ბრძოლები აქვს, იმიტომ რომ ეს გოგოები სულ ესე დარბიან ნახევრად შიშვლები და რაღაცა და რომ თან ცდილობს რომ რაღაცნაირად საკუთარი თავის მიმართაც პატიოსანი დარჩეს თუ რაღაცა ეს ერთი რა თქმა უნდა, მაგრამ თან ეხა პროფესიონალური ურთიერთობა აქვს ამასთან და ანუ ესე ფასოდ ხო, ნუ არ მოსწი ბიზნესი არის, დაკავებულია ეს ხალხი რა და რა ქვია, თავისუფალი დროსაც აქვს ისვენებენ, კაცო, ლანჩზე ხო არ იმას იზავენ, რა ქვია. მისცემენ ხო და ლაიჯზე ჭამა უნდა ადამიანს. აუ, მაგაზე კიდე ერთი ძალიან ცუდი ისტორია ვიცი. აუ, რამ ტრაუმული რაღაცები მახსენდება. ჯერსი ძალიან თანამოგრძნობ. ალბათ, ნუ, მე მგონი პატარა თაობაში, არ ვიცი, ალბათ ჯერ კიდე ვიღაცებში არის, მაგრამ ფიქრობ, რომ კიდე უფრო ნაკლებად არის ეს რა ქვია, ბოზებში წაყვანები რა. მაგრამ ჩვენ თაობებში ძალიან აქტუალური იყო და ერთი ისტორია არის ვიღაცა მეგობრის მეგობარი თუ ვიღაცა რომ შევიდა ესე მასთან რა ქვია ოთახში ბოზთან და ის ბორშს ჭამდა აუ რაღაცა ეგეთი მოსმენილი მაქვს კი, იმიტომ რომ საერთოდ მეგობრისგან გამოვიდა რომელიც ეკრებოდა და მოიცა ეხლავე ამოაჟებჭამ ბორჩები ეხავეო და ანუ უკვე ეგეთი მაშინ რო გაქვს გადასული ავტომატიკაზე როა. ისა ის იქნება რა ქვია ქართულ ბოზებთან ინტერვიუ საინტერესო იქნებოდა მათი ამბავი. ხო და მოიცა იმას გიყვებოდი. ხო და ისა დამავიწყდა იმის მოყოლა რომ მოკლედ ამ სადღამის მაღაზიაში როცა იყო დედაჩემი გვერდით ახენგავთებდნენ ხოლმე რა და ხანდახან რაღაცა ისა რა ქვია ამ მაღაზიაში ჩემოდიოდნენ რაღაცა კოკა-კოლა რაღაც ისაყიდლოთ და რაღაც ლაპარაკობდნენ ხოლმე რა სანამ რაღაც ხურდასოლდებიან რაღაცები და მახსოვს რომ და მეც ანუ დედაჩემს თავი მარტო რო არ ეგზნო ხოლმე ხანდახან შაბათკვირა რაღაცა რო იყო ვიყავი რა იქ მარტო რო არ ყოფილიყო რა
ხო და მახსოვს რომ რაღაცას ლაპარაკობდნენ რომ ისე რა ქვია და მანდ მივხვდი რა როგორი ჩვეულებრივი ამბავია ანუ პატარ-პატარა რაღაცეებით დაილექა ჩემს გონებაში ალბათ რომ ტოლერანტული გავხდი მაგ ყველაფრის მიმართ რომ რაღაც ლაპარაკობდა რომ ისე რა ქვია სულგუნიო ვიყიდეო ჩემთვის ძალიან მომიდაო კაცო მაგაზე ეკონომიაზე ვერ გავაკეთებო რისთვის მუშაობა და თუ რაღაცა და სულგუნი ვიყიდეო და მეთქი ანუ просто ან მათთვის არის ჩვეულებრივი რაღაცა რავი მოლარე ოპერატორი რო არის ადამიანი ან არ ვიცი whatever კურიერი ანუ ეგეთის რომ არ მოუნდა ადამიანს სულგუნი და არ მოიკლო რაშიც აბსოლუტურად ვეთანხმები ასევე კაი განაგრძებ Okay, ხო და მოკლედ სად ვიყავი? ხო, ესენი ლანჩზე რო ვერ მოხერხდება ეგ ამბავი და ნუ მოკლედ თვითონაც ძალიან ისი არის რაღაც ესენიც ძალიან საყვალ დაუმეგობრდებიან ამას და რაღაცეებს და ვაიმე რასევდიანი თვალები გაქვს და რაღაცეები სულ ეგეთი თემები არის და ერთ დღესაც ეს ალბათ უნდა იყოს უკვე პირველი აქტის დასასრული. იცი რა მაინტერესებს რა ენაზე ლაპარაკებიან ამან ინგლისური იცის? ხო და აი ნახე კარგი პლოტ პოინტი არის ეგა ხო და მან უნდა იყოს ალბათ ეგ მეგრულად ელაპარაკებს და რამდენ რაღაცა ფრაზების მიცვლა-მოცვლა რა ან შეიძლება ეს თან ცდილობს რომ мотиваცია იყოს ეგა რომ ამათან კომუნიკაციაში შევიდეს და ენას სწავლობს ინგლისურს დუალინგოს და იმაზე რა ქვია Google Translate-ით რაღაცებს თარგმნის და იმას იმაშვება და ესეც ვაიმე რა საყვარელია როგორც ცდილობს რაღაცა ეგეთი ის კარგი ის არის ხო მშვენი აი მშვენიერი შეკითხვა იყო ძალიან კარგი არის იგა ხო და მე პირველი აქტის ბოლოს უცებ ჩამოდის ეს გოგო რა ჩვენი PhD-იანი თავარი ბოზი ხო და ჩამოდის და აი მან კაროჩე რაღაცა ის final ბოზი ეს წმენდს იმას რა ქვია ძალიან ჩვეულებრივი ის არის რა იმიტომ რომ ესენი ხა ვიღაც ჩამოდის და ვაიმე და რაღაცა კი არა ჩვეულებრივი სამუშაო დღეა და ეს ჩამოდის რა და ესეც მუშაობს და ნუ თან ამ რაღაცა თან აი კაკრას ვერ გაიგო რა ხდება რომ ვინმე ჩამოდის თუ არ ჩამოდის რაღაცა კი უთხრეს მაგრამ ვერ გაიგო რა არის ის ენა ხო აი და წმენდს მოკლედ იატაკს და ამ დროს იღება კარი და ესე იგი ეს კამერა არის მიშვერილი ამ კარებზე და რო გაიღო ესე და უკნიდან ესე იგი იმაშა კონტრაჟურში შემოდის რაღაცა ეს სილუეტი რაღაცა ულამაზესი და ამ დროს რომელიღაც აი მან მაგაზე შეხოთაშორის ეგ არ ვიცი ეგ მაქსენაზე არ მიფიქრია და მან არ ვიცი რამე ქართული ის უნდა ლამაზი სიმღერა რომელიც ესე წავა მაგდროს დეკლამირება მუსიკის ფონზე აი რაღაცა ეგეთ პონჩი ხო და ესე იგი ეს უყურებს რომ ელოდება ეხა ვინ გამოჩდება ბოლოს და ბოლოს ამ იმენა რომ გამოვა ამ შუქიდან და ოთახის იმაში რომ გამოვა სინათლეში და რომ ამ ბიჭზეც ესე იგი კრუპნი გვაქვს რომ რაღაცა ის მოლოდინი და რაღაცა და უცებ დაინახავენ ერთმანეთს და იმ გოგოს ჯერა რა მაგრამ ამას ეგრევე შეუყვარდება რა ეგრევე всё ყურებამდე არის შეყვარებული ხო და მოკლედ ეხა შიგნით მე იქ რაღაც მეორე აქტში რაღაცა ეს დეტალები და რაღაცები ეს გაცნობა და კაკრას ამას უფრო მეტად მოუნდება რომ ინგლისური ისწავლოს და რაღაცეები მაგრამ საბოლოო ჯამში აქ ღალატი და რაღაცეების თემაც შემოვიტანე ოღონდ აქ ეს გოგო კი არ ღალატობს ამას არამედ ვილანად შემომყავს ამისი ძმაკაცი რომელსაც გაუმხელს რომ შეუყვარდა very pretty woman pretty woman is vibes ოღონდ pretty woman-ში სხვა თემა არის რომ იმასთან რომ დაამთავრებს მე ჩემთან გადმოდის ამ ბავში ეჩალიჩება და აქ არა აქ ამას უნდა რომ თავისი ძმაკაცის ჩესტი დაიცვას და ესე იგი ეს ამბობს რომ გადარია რა ამ ემიგრაციამ აი გადააგვარა ევროპამ რომ ბოზი მოუნდა რომ მოიყვანოს ცოლად და საქართველოს ბოზები დაგველიაო ხო და ამიტომ ეს ჩალიჩობს რომ გადააყვაროს რა რაღაცნაირად ანუ აი რაღაცებს ხლართავს მაგ პონჩი იქ შეიძლება ერთი ვარიანტიც რომ ვიღაცა დარეკოს ქუთაისში და იქ ვიღაცა ჩამოიყვანოს სხვა ძმაკაცი რომ ერთად მოიყვანონ ჭკუაზე და მაგრამ აქ ვიფიქრე რომ ეს მესამე ძმაკაცი შეიძლება
რაღაცა შუაშისტური voice of reason იყოს ერთისთვისაც და მეორესთვისაც. იმას ეუბნება რომ შენ ვინ გეკითხება და ამას ეუბნება რომ მამა შენზეც იფიქრე. რა რომ ის გითხრა რომ ბოზი მოიყვანე, მართლა ბოზს ხო არ მოიყვან. რაღაცა ეს თემა არის აქ. და მოკლედ ესე იგი მეორე აქტის შუაში, სადაც ესე იგი დრამატურგიულად ფსკერი უნდა მოხდეს. ესენი უკვე როგორი თემა არის, იცი რომ შეყვარებულები არიან ორივე რა, ერთმანეთზე ეს ბიჭიც და ეს გოგოც. და აი თითქმის უკვე ესეც რაღაცნაირად მოხიბლული არის მისი ამ რაღაცა ემიგრანტული გულუბრყვილობით ხო რაღაცა და ის წარმოვიდგა და რაღაცა თემა არის და მოკლედ ეს ძმაკაცი ხდება რომ всё წააგო ეს თემა რა რომ ანუ მისი ძმაკაცი გახდება ბოზის ქმარი და გადაწყვეტს რომ ultimate ის ჩაიდინოს რა ქვია და მოაწყობს ეგეთ რაღაცას ოღონდ ამისი მექანიკა არ მაქვს კარგად მოფიქრებული მაგრამ საბოლოო ჯამში ეგეთი თემა უნდა ხდებოდეს რომ ამ თავის ბოზის შეყვარებულ ძმაკაცს დაიბარებს სადღაც კაფეში და იქ გარე კაფეში იქ დაჯექიო და მოვალო და აურეკავსო ცოტა ხანიო მაგვიანდება და ეხავე მოვალო რა და ამ დროს ისე ზის ეს ტიპი აქ რომ რაღაცა ამას ბინა აქ ნაქირავები თუ რაღაცა მოკლედ და მანამდე ის განვითარება უნდა იყოს რომ ვითომ on board გაიჩიტა რა ამათი წვილის პონჩი და ამ გოგოსთანაც დამეგობრდება რომ ნუ დავნებდი ხა ნუ კაი თუ გიყვარს რა ვქნა და რაღაცა და ამ გოგოს დაუმეგობრდება და ესე იგი ამ გოგოს მოატყუებს იმას რომ რაღაცა სიურპრიზი მინდა გაუკეთოთო ამ ბაკოსთო ეს დავარქვათ მოდი ხო და წამოიყვანს მოკლედ ამ გოგოს ზუსტად იქ სადაც ეს ტიპი ზის ამ კაფეში გარე კაფეში რა და დაურეკავს ამას იმ მომენტში რომ რაღაცა მიახედოს იქითკენ საითაც ეს არის და მოკლედ ეს დაინახავს ამ მომენტში რომ ამ თავის ძმაკაცთან ერთად ეს გოგო შევა ბინაში და ამ დროს ირთვება მარტო ხელა მარტო სულო დედოფალ ნუ მიხურავ და ეს ხურავს კარს და ეს სცენა მაქვს ძალიან ისე წარმოდგენილი რა რომ ესე იგი ეს როგორც კი მიხურავს ამ კარს ამაზე ჩვენ გადავდივართ ესე იგი კრუპნად გადავდივართ ამ ბიჭზე და ესე იგი ეს სიმღერა როგორც კი მორჩება აი მარტო ხელა მარტო სულო დედოფალო ეგრევე სრული სიჩუმე არის და ნელ-ნელა ბნელდება ამ ტიპის გარშემო მთელი სამყარო უკან ჩვენ ხედავთ მარტო სილუეტებს და მარტო დგას ეს ტიპი ქუჩაში და გაოცებული უყურებს იმას რომ როგორ უღალატა თავისმა ძმაკაცმა და პლუს ამ თავისმა უკვე საცოლემ იდეაში და გულის ფეთქვა მძიმე სუნთქვა და მიდის რა და მაგრამ აი მთელი ეს თემა არის ის რომ კაროჩე ამას ეს კამერა ნელ-ნელა მიყვება და სრული სიჩუმე არის და სრული სიბნელე არის თელ ქუჩაში და მთელ სამყაროში მარტო ამას მიუძდევთ და მე უცებ გადავდივართ ამის ოთახში და ამ ოთახში სიჩუმეზე გადავდივართ ოღონდ ეს რაღაცნაირად ისე კომპოზიციურად ეგრევე გადავდივართ აქ რომ თითქოს ჩვეულებრივი სამყარო აქ ჩაბნელებული არ არის ფერადი და რაღაცა არის მაგრამ საუნდით ანუ სრული სიჩუმით გადავდივართ აქ და ამ სიჩუმეს არღვევს ამ გოგოს ეს გოგო მიხვდა უკვე რომ რაღაცა რა მოხდა აქან რაღაც ეგეთი პონტი იმიტომ რომ მარტო არიან ბინაში და ეს რაღაცა დებილობებს ელაპარაკება და ეს კაროჩე გამოდის გარეთ ეგრევე ტოვებს ამ ბინას და ამას ემესიჯება რა რომ სადახარო და ურეკავს ეს როგორც კი არ პასუხობს და ამ დროს ჩვენ ხედავთ ასევე სრულ კი არა და დიდ კადრს თუ კროპანის მოკლედ ესე ვიტყვი რა ამ სორი არ მახსოვს როგორ არის ქართულად და რომ ეს ბიჭი ხო ფართოს არა ფართო არის ანუ იმენა მიახლოებულ კადრს ხედავთ ამ ბიჭის ტელეფონზე სადაც ეს ბლოკავს ამის ტელეფონის ნომერს ამ გოგოს ნომერს და ჯდება თვითმფრინავში იმასთან ხო და ეუნება რომ one way ticket to ქუთაისიო და ჯდება თვითმფრინავში და მიფრინავს და მე კაროჩე აქ ვიზიარით მან პლეისმენტი შეგვიძლია ვიზიარით
მე მარკეტინგის ნაწილსაც შევითავსებ. ვიზე არის. და მე აქ არის ეგეთი თემა, რომ აქ კოლაჟი მინდა რომ წამოვიდეს უკვე, რომელიც არის ასევე ქართულ სიმღერაზე საბუდარელი ჭაბუკიდან გულს რად მიკლავ და ბიჭო მე შენს მეტი ჯერ არავინ მყარებია. და აქ არის ეს რომ ეს ბიჭი ჩადის ქუთაისში, იქ მამამისი დახვდება, ეს ძალიან სევდიანია, იქ თავის ძმაკაცებთან რაღაცა დადის აქეთ-იქით სევდიანობს, აქეთ ჩვენ ხედავთ ამ გოგოს რომ ეს გოგო კი წარმატებული არის და PhD-ც დაიცვა და ყველაფერი რაღაცა, მაგრამ აი რაღაცა სულში აკლია რა ეს ბიჭი. შეყვარებულია სევდას ხედავთ მის თვალებში და რაღაცა და ну, მოკლედ, რაღაც მომენტში არის და ეს გოგო ემშვიდობება ამ თავის თანამშრომლებს, რომ ისევ ამერიკაში მიდის, იმიტომ რომ ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში მიიწვიეს ასოცირებულ პროფესორად, რომ ესე იგი human resources და business administration ერთად წაიკითხოს. და მიდის აეროპორტში შედის ეს გოგო რა. აი ამას ვხედავთ. და მე გადავდივართ ქუთაისში და ეს ბიჭი მოსევდიანობს რა, იმაზე რა ქვია, თეთრ ხიდზე მოდის და იქ ესე იგი ვიღაცა ბანტიანი გიტარით მოდიან ბიჭები. რაღაცებს მღერიან და ეს იმიტომ რომ ის 1970 იქუთაისი ბანტიანი ანუ ბოლოს ქუთაისში როდის იყავი ან მეც დაზანდიღანი არ ვარ ყოფილი ბანტიანი ხალხი გიტარით ქუჩაში დიდღანი არ ომაჟი არის ერთგვარი მაგრამ კი ანუ იმის ამბავში ესთეტიკისა და განწყობის კარგია ხო და ეს მიესალმება თანამად, იმიტომ რომ ქუთაისი პატარა ქალაქია, ყველას იცნობს და რაღაცა და ეს მივიდა ამათ ესე იგი ამ სიმღერაზე, რომლებიც რაღაცა ისეც უმერავენ რა, ჩვეულებრივად ჯიგრულად რაღაცას, დგას და გადახურებს თეთრი ხიდიდან რიონს. რიონი არის, ხო? მე მგონი კი. კი. არ შევწყვეტ. დედა ჩემი არ შევარცხინა. მოყავდა ცოლად ამ ფილმში. ინარის სახელი შეგუშავოს არა ვიცი, ხო და თეთრ ქვებს გადახურებს, მოდი მაშინ ესე ვქოთ. ხო. და პიკასოს ბიჭის გვერდით დგას, მოკლედ ეს და ნუ სევდიანად გადახურებს მდინარეს და ამ დროს ფონზე გვესმის, რომ ეს ამ ბიჭებში რაღაცა ჩოჩქოლი იჩითება, რომ ანახე რა მაგარი გოგოა რაღაცა და იწყებენ ამას, რომ გულს გადმიკლავ, მე სიცოცხლე ჯერ არ დამიმთავრებია და ამას ეს რაღაცნაირად გულში მოხვდება რა ეს სიმღერა და მოტრიალდება რომ უნდა აყვეს და მოტრიალდება თუ არა და დაინახავს ამ გოგოს ჩემოდანით რომ ეს აქ არის და გაექანებიან ერთმანეთს ჩაეხუტებიან და მაგ დროს ესე იგი გამოვდივართ აი ესე ოფშით მიუფრინავთ ღრუბლებისკენ და მან დამოდის ტიტრი ვაუ იმენა დამბურძგლა ხო და ცოტა იცი იმ ფილმის სახელი ვერ გავიხსენე ქართული ფილმი რო არის მიხო და მაროზე ქალაქში რო გადმოვა საცხოვრებლად და ახალ ცოლს რომ მოიყვანს გარიგება ხო ანუ გარიგების ვაიბი აქვს სენტიმენტში ხო ნუ იმ ოღონდ აქინ შეიძლება იდეაში სექს მუშაკი ის არის მიხო არის ხო მან ის არის მიხო იმენა და გაფიმფული არის მაგრამ გაფიმფა ფოტოშოპში ეგრო ნამდვილ ამბავზე არის ხო იცი მართლა არის კი და მაგისი იმდენად რამდენადაც საჯარო არის ეგ ინფორმაცია ეგეთი მომღერალი იყო არ ვიცი რამდენად, მაგრამ ყველა მიცის თელმა საქართველოს რა. ბესო კალანდაძე. და იყო მოსკოვში მცხოვრები ვიღაცა ექიმი ქალი იმისი რა ქვია პლასტიკური ქირურგიის. პროფილშიც იყვნენ კაცო ეგ ქალი და მოყვა ეგ ამბავი. და რაღაცა მაიამ დაჟე მეორე მხარე მიიყვანა და ერთმანეთს დაუპირისპირდნენ თუ რაღაცა თემები იყო. რა თქმა უნდა, რატომაც არა. ხო, აი, ანუ რაც მაგ ისტორიაში არის მოთხრობილი, ეგ მოხდა ოღონდ მე მგონი ბოლოს ერთად კი არ დარჩნენ ამან, კაროჩი, მართლა გამოზიდა ფულები და თავის ცოლთან ჩამოიტანა თუ რაღაცა ეგეთი ამბავი. მოხდა რა. ის happy end-ი არის უფრო იმ მიტუას პონჩი და იმ ექიმიკალის ამბავში. და აქ მაროს სინამდვილეში მაროსთვის დამთავრდა happy end-ით. მაგრამ წარმატებულად გაფიმფა. Yes, კი ბატონო. უფრო პატრიოტული ვერსია არის რეალური. ხო, ეგრე გამოდის. რუსების ფულები წამოიღო. და ეს კაცი იყო ბენდუკიძე.
რაღაცა ბენდუგიზე არის რაღაცა ან ძველი რუსული ფულების გამო ზიდვაზე გამახსენდა რა. Recent-იც არ გვაკლია. და არც ფინფაობა აკლია მაგას. არაფერს არა. საერთოდ არავის არაფერი არ აკლია ჩვენს გარდა. კაი არის, მომეწონა. კიდე ის არის, მე მგონი უნდა გააგრძელო ეს ხაზი, იმიტომ რომ მაინც ხო ვიცით რომ ერაზუსზე გადავიღებთ, ანუ ძალიან მერე შეიძლება ვინიცის. მაგრამ ვერსიად თუ ვინმე ესეთი angel producer-ი გვისმენს და აქვს ფული და უნდა რომ ჩადოს ამ ფილმში, სიამოვნებით დავწერთ სცენარს და მე გადავიღოთ თუ გინდათ. თუ არა და ლაიქენი შეარ. ის რა ქვია. ხო და კიდე ის რა გამახსენდა, ის ფილმი რო იყო ოსკარი, რომ ყველაფერი ოსკარები რო წახიკა და ძალიან კონტროვერსია იყო. ანორა. უი, არ მინახია სხვათაშორის. მან რაღაცა, ოღონდ ის არის სტრიპტიზის მოცეკვავია მე მგონი ის გოგო, მაგრამ ნუ ასევე ისეთი და ეგეც love story არის ეგა თუ ხო და მოკლედ იმიდან რაც გავიგე, იმიტომ რომ მეც არ მინახავს რაღაცნაირად ძალიან სელექციურად უყურებ ბოლო დროს ფილმებს რა და თან დრამები შრამები არ შემეძლია ბოზები ისეც გვეყოფ ხო და როგორც მივხვდი იმიდან ეს გოგო მოკლედ ის არის სტრიპტიზის მოცეკვავე ეს ვიღაცა რუსი ოლიგარქის შვილია ეს ბიჭი ემიგრირებული სადღაც ამას შეუყვარდებოდა მე რაღაცა რუსი ბანდიტების და ამათი სიყვარულის ის არის ჭიდილი რა ოკეი, მაგან თუ ოსკარი აიღო ეგეთმა ფლოტმა, მაშინ რაღაცა განსაკუთრებული კინემატოგრაფია უნდა იყოს. ხო, ანუ იდეაში, იცი რა არის, მე რომ თავიდან ძალიან ისე იყო რა, ყველას რომ აი ამან რამ ოსკარი მოიგო და რაღაცა, მაგრამ ის გოგო ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ერთ-ერთ სერიალში მუშაობდა. ხო, მაგრამ ნუ გავიგეთ რომ თქვათ ის არის, რა ქვია, მსახიობი ოკეი, მაგრამ best film-ი არა იყო მაგან? მე მგონი, ხო. და რაღაც სცენარიც და რაღაცები. ხო და ანუ გარდა მაგ მსახიობი გოგოსი იმას ვიძახი რომ მე რო ყვებოდა როგორ მუშაობდნენ ამ ფილმზე, ანუ მართლა ძალიან დიდი შრომა იყო ჩადებული, ჯერ მარტო ის რომ ამ გოგომ ისწავლა ის რა ქვია pole dancing-ი რა. ხო, სტრიპტიზერი pole dancer-ი იყო. ანუ pole dancing-ი ისწავლა თავიდან ანუ თავისი ყველანაირი ნებით რა ქვია მიმიკებით და ჟესტიკულაციებით და ესთეტიკით და ანუ ძალიან მართლა მეთოდ იყო ეს და იმ რეჟისორთან ერთად შექმნეს ეს პერსონაჟი და მართლა ძალიან ბევრი შრომა ჩაიდო. უბრალოდ არ ვიცი ხა თვითონ ფილმი რადგან არ მინახავს ვერ ვისპეკულირებ თვითონ ფილმში რამდენად გადმოიცემა ეს ყველაფერი ან პოსტფაქტუმ რო უსმენ არ გაქვს ის შეგრძნება რომ რაღაცა ყლევებას ფილმი იცეს ოსკარიო მაგრამ ესე არ ვიცი თვითონ ფილმიდან გადმოშჭვივის თუ არა და როგორ ისე ეს გოგო იქიდან გამომდინარე რომ თვითონ მსახიობი ძალიან ისეთია რაღაცნაირი მოკრძალებული და ძალიან ნაზი და თითქოს მორცხვი მაგიდან გამომდინარე პრინციპში ვხედავ რატო შეიძლებოდა რომ ამ ხელა ის მოყოლოდა რომ კარგად გამოვიდა ამ პერსონაჟში ისა პერსონაჟის განსახიერება და მასში გარდასახვა მაგრამ ნუ არ ვიცი სანახავი რაღაც ანუ სანახავი დამაინტერესა ეხა და ვნახავ შენ რო ნახავ შენ მე მომიყევ მე მაგრამ ეს არა კარგი მე ისა რა ქვია მაგ ფეხის მასკა ამიტომ ფეხები რო დამეწვას დავასრულოთ ეს ეპიზოდი ვარ პიჟამაში წარმოდგენილი ვინც ვერ ვხედავს და ესე ვარ გამზადილი ვარ დასაძინებლად და ამ ფეხის მასკაზე ძალიან სასაცილო ის არის რომ ფეხს სანამ მოვიტეხავდი 1-2 კვირით ადრე შევუკვეთე ძალიან ბევრი ანუ ძალიან კარგი ფეხის ის არის რა ქვია და ეხა გასაღებაზე ხარ ფეხის მე გავასაღე ჩამოვარი ვინც კი მოვიდა ჩემს სანახავად ყველას ვაძლევდი ხო და ფეხის ნიღაბი არის რომელიც იმაშება
რაღაცა რო გაიკეთებ ერთი კვირის მერე ქერცლავს იმას კანს რა მკვდარ და რეგენირებას უწყობს ხელს და ძალიან კაია, მაგრამ მოგეხსენებათ 6 თვე ვერ ვიკეთებდი. ხო და ერთი წელი მქონდა შემორჩენილი და ბარემ გადავწყვიტე რომ შეიძლებოდა ყოფს გამოყენება. ხო და არ ვიცი ვის აინტერესებდა ეს ინფორმაცია, მაგრამ უბრალოდ მინდა გითხრათ რომ თუ გაწუხებთ ფეხის კანის აკერცვლის საკითხი არსებობს ამის კარგი გადაწყვეტა და შემიძლია იმაში რა ქვია პირადში მომწერეთ და გაგიზიაროთ სად შევიძინე და რომელი იმიტომ რომ ფეხის only ფანსი გააკეთოთ წაგადგება თავში. ხო, წაგადაიკვეთა ეხა რაღაცა. სამწუხაროდ ტყუილად ვირჯები, მხოლოდ მე ვხედავ ამ ჩემს ფეხებს. არა, პრინციპი აუზერო დავდივარ იქ, მაგრამ იქ დიდად ხ ჩემ ფეხებს არავინ არ უყურებს. თავის ფეხები გაჭირვებია იქ. ხო და მადლობა რომ გვისმენთ. Spotify Wrapped დაიდო და ვნახეთ იქ ვიღაცებმა პირადში გამომიგზავნეს, ვიღაცებმა დაგვრთაგეს. ვიღაცებმა რა სულ ჯერ 2 ადამიანი იყო, მაგრამ თუ სხვაებიც არ ხართ ვისთანაც Spotify Wrapped-ში მოვხვდით ტოპებში, გამოგვიგზავნეთ თუ შეიძლება. ესენი რა ქვია ფოტოები, ამის აღსახველი გაგვიხარდება. Page-ს დადე რომ ხალხს შევახარბოთ რომ ესე კი, შაშანს ხოჩერს დავდე კარგი. იცით დაიდებოდა ეხა კრეატორების Wrapped და მაგასაც ვნახავ და აუცილებლად გაგიზიარებთ. და voice-ები გამოგვიგზავნეთ. იმიტომ რომ კარგია, ხოჩერს ის ბარბის ეპიზოდისთვის გამოგვიგზავნეს voice-ები და იმას იქ ვიტყვი, მოკლე აღწერას. მაგრამ ძალიან ეს იყო რა ქვია, ხალხს უბრალოდ ისე გაგვიზიარა რომ ვერ გავაზიარებთ, უფრო ერთმანეთში ჩვენ მეგობარია და ჭორაობის ის იყო, ემიგრირებული მეგობარი. მაგრამ თუ არა ისეთი დასამალიც კი არაფერი არ იყო, მაგრამ ანუ თუ მოკლედ უფრო ფართო აუდიტორიასთან გაზიარება შეგიძლიათ, გამოგვიგზავნიათ და გავაზიარებთ. voice note-ad mail-ზე. და რა ვიცი, საბა არ გაბოზდი ამერიკაში. ან რავი გაბოზდი, რავი if it will make you happy. და საბა ჩამოვა ევროპაში. ხომ კი? კი ბატონო, კი. ნახვამდის. ნახვამდის.